ეს ცხოვრება კი არა საგიჟეტია. ასათიანზე ფსიქიატრიულს აუქმებენო. სწორია. რა საჭიროა? დღეს გიჟებს ნორმალურებში მაინც ვერავი გამოარჩევს. დააკვირდით როგორ დადის ხალხი ქუჩაში. ზოგი შუშის თვალებით ასევე დაადებს თავს. ხლონტის ღორივით. არც კაცს ერიდება, არც მანქანას. ზოგი ხელებს იქნევს და თავისთვის ლაპარაკობს. ზოგიც ლენჩივით იღრიჭება. ნორმალურ სახეს ქუჩაში ვერ დაინახავთ. ჯიპებში კი ბატონო. ხალხი კი არა, თუ დააკვირდით, ანძაც როგორ ნერვიულობს. განსაკუთრებით ღამე. მთელი ქვეყანა ერთ თამაშს თამაშობს. ამტანები. ქმარი მაინც შემხვედროდა ნორმალური. ჩემნაირი ქმრის შეხვედრას გრიპი შეხვდეს ჯობია. ერთ კვირაში მაინც მოიშორე. ეს 20 წლის წინ რომ შემეყარა დღესაც მჭირს. ამის წინ ვეუნები ბიჭო, ნაგავი მაინც გაიტანე მეთქი და მოიცა რა ახალო ძლივს დავჯექიო. აქამდე რას აკეთებდი მეთქი და აქამდე ვიწექიო. ყველა მეუნება, ყველა რაღა მაგას გაყევიოდა. რას გაიგე? ხომ იცით, კაცები მარშრუტკას ავითაა. რომ არ გინდა, მაინდა-მაინც ის მოგადგება. ისე განათლებით ფილოლოგია, მაგრამ თვითონ პოეტი ვარო იძახის. ცაში დაფრინავს. პრაქტიკულობა ნული. გუშინ ძლივს მიუსწარი, თორე საროჩკას სახელოდან იცნევდა. არა, თან აქეთ მეჩხუბება. რა გარეცხე ამისთანა ეს უპატრონო რომ თავზე აღარ მეტევა. ერთადერთხელ თხოვე ხალხო, ერთადერთხელ. ბავშვი დღეს შენ წაიყვანე მეთქი. წაიყვანა. რომ მიიყვანა ბაღში უთხრეს ეს ბავშვი ჩვენი არ არისო. მეორე ბაღშიც იგივე უთხრეს, არ არის ბატონო ეს ჩვენი ბავშვი. და შემდეგ ავტობუსში რო ჩასწრე, ისევ ბავშვი მიხვდა შვილო და უთხრა, კიდევ ერთი ბაღი მამიკო და სკოლაში დამაგვიანდებაო. ამისი კიდო ნასვამი მობრძანდა. ცხვირია გასიებული და ჩალურჯებული. რა არის ეს, რა მოგივიდა მეთქი და კაცი შემომელახაო. მერე სულ ცხვირი ურტყიფეხებშია.